coaching-ი მიმართულებას აძლევს, რჩევებს იძლევა, არც რჩევას აძლევს, არც კონსულტაციის სეანსია. რჩევაც მაგიტო უნდა, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. პროფესიის მიმართ არის თვითონ დამოკიდებულება, არასწორი კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ყველა ადამიანი უნიკალურია და შესაბამისად გზაც უნიკალურია. როგორ იცვლება დამოკიდებულება, mindset-ი, პრობლემაზე ორიენტირებულობიდან შედეგზე ორიენტირებულობაში. მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ და გადადიხარ მოქმედებაზე. მოქმედებაზე ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც დაისახავს მიზნად. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია სოფი კოლაცაბიძე, ICF აკრედიტირებული PCC coach-ი. Coaching-ის საერთაშორისო ფედერაციის, ანუ ICF-ის საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი. არ დაგავიწყდეთ, ჩემი პოდკასტი გამოიწერეთ და ზარის ღილაკსაც დააჭირეთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოგრჩეთ. დიდი მადლობა. გამარჯობა, სოფიკო. გამარჯობა, თაკო. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს პოდკასტში. მადლობა, მიხარია. დღეს ჩვენ ვისაუბროთ პროფესია coach-ზე. რეალურად გავრცელებულია, მოკლედ ესეთი მოსაზრება და რაღაცნაირად ძალიან ხშირად ვხედავ ბევრ ხუმრობას და რაღაც აგდებულ დამოკიდებულებას ამ პროფესიასთან დაკავშირებით. ზოგს გონია, რომ coach-თან რომ მიხვალ, coach-მა უნდა მოგცეს რჩევები და იმდენად არასწორ შეფასებებს უკეთებენ ხოლმე, რომ ხვდები, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ პროფესიის არც მიზნობრიობასთან და ზოგადად არც ფუნქციასთან და რომ დაგვეხმარო და მაყურებელს დავეხმაროთ, რომ გავარკვიოთ რა არის ზოგადად coaching-ი და პროფესია coach. მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვა. დავიწყოთ თავიდან. რა არის coaching-ი? კი ბატონო. Coaching-ი ეს არის პარტნიორული ურთიერთობა კლიენტსა და coach შორის და ამ პროცესში მიმდინარეობს კითხვების სტრუქტურიზებული კითხვების დასმა, რითიც coach-ს კლიენტი მიყავს გაცნობიერებამდე, რომელიც საკუთარ თავში აღმოაჩენს რესურსებს და პოტენციალს იმისთვის, რომ განვითარდეს როგორც პიროვნული მიმართულებით, ასევე პროფესიული მიმართულებით. განმარტებაში ვია ნათქვამი, რომ coach-ი კლიენტთან პარტნიორობით მუშაობს. რაც ნიშნავს იმას, რომ არც რჩევას აძლევს, არც კონსულტაციის სეანსია, ეს არის სესია სტრუქტურიზებული, რითიც ხდება უშუალოდ კლიენტის პოტენციალის აღმოჩენა. პროფესიონალური coaching-ი მიმდინარეობს სტანდარტებისა და ეთიკის დაცვით. შესაბამისად, სწორედ აქ შემოდის ICF-ის როლი, coaching-ის საერთაშორისო ფედერაციის როლი, რომელიც არის გლობალური გაერთიანება coaching-ის, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტს. რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალური coaching-ი არის ამ სტანდარტების ქვეშ, ეთიკის დაცვით, შესაბამისი პრაქტიკაზე დაფუძნებული, მენტორინგები, შეფასებები, მუდმივი განვითარება და აი ამ ეთიკის და სტანდარტების მიხედვით ხდება coaching სესიის პროცესის წარმართვა. ICF-ის სტანდარტი, ერთ ოქროს სტანდარტი, რასაც ვეძახით, ზუსტად ეს არის, რომ coaching-ის ზღვარი არსებობს, coaching-სა და სხვა პროფესიებს შორის. პრობლემა მე მგონია, რომ არა არის თვითონ მოწონს ვინმეს თუ იძახის იმას, რომ მაგალითად რაღაცა coaching-ი მიმართულებას აძლევს, რჩევებს იძლევა. პრობლემა არის პროფესიონალურად მიდგომაში. და ზოგიერთი coach-ი ხშირ შემთხვევაში იქრთავს თერაპიას, სადაც არ არის საჭირო. ამ პირიქით თერაპია საჭირო და coaching-ით მიდის. ამიტომ ზღვარი სადაც არის გავლებული, იქ არ არის პრობლემა. შესაბამისად, coaching-ი და ფსიქოთერაპია იქნება თუ ფსიქოლოგია არიან პარტნიორები და კარგ შემთხვევაში, როდესაც პროფესიონალთან გაქვს საქმე. და სწორედ მაგიტომ არის, რომ დაუბრუნდე შენს კითხვას, რომ მოიხსენიებენ coaching-ს რაღაცა აუგად. ხო, ასე ვთქვათ, აუგად. აგდებულად. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი მიდგომის დამსახურება ან ბრალი. ვერ ვიტყოდი ამას, რომ სრულ ასე არის, იმიტომ რომ გაიჩნია კომპლექსური დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. coach-ი შეიძლება გახდე რაღაცა გარკვეულ
სკოლის გავლის რა თქმა უნდა, როდესაც იწყებს სწავლას კოუჩინგის და იღებ რამოდენიმე თვეში სერტიფიკაციას, არ ნიშნავს რომ კოუჩი ხარ. ნამდვილად. კოუჩინგი, პროფესიონალური კოუჩინგი არის ზუსტად ამ სტანდარტების მიხედვით მუშაობა, რომელიც მოდის პრაქტიკით, მენტორინგებით, სუპერვიზიით, შეფასებებით, მუდმივი განვითარებით. შესაძლებელია, ცოფო, ჩაგერთვები, რომ სწორედ ამიტომ არის ეს პრობლემა, რომ 3 თვეში აღებული დიპლომით ადამიანებს გონიათ, რომ არიან კოუჩები და შეიძლება არიან რაღაც წოდებამდე მიდიან, მაგრამ მუშაობენ შეიძლება პირდაპირ უკვე რაღაც როგორც პროფესიონალები და გამოცდილების გარეშე და კიდე დამატებით არ ვიცი სკოლებია ხო საჭირო ან მენტორინგი უნდა გაიაროს საათები დააგრო ანუ ამ გამოცდილების კი საფეხურების გავლის გარეშე თავით ეშვებიან მოკლედ ამ პროფესიონალურ სამუშაოში და შეიძლება აქედანაც მოდის ეს ყველაფერი ხო ამიტომ თქვი რომ კომპლექსური მიდგომა საჭირო აქ არ არის მხოლოდ ერთი ბრალეულობა რომ აი რაღაცა ვიღაცამ დაირქვა კოუჩი ერთი ცალსახად გონიათ პროფესიის მიმართ არის თვითონ დამოკიდებულება არასწორი. აი, ზუსტად. მაგრამ რატომღაც გონიათ, რომ კოუჩები არიან მოტივატორები და აუცილებლად მხოლოდ მოტივაციაზე და მხოლოდ პოზიტიურ ნაწილზე მუშაობს. ეგეც ერთ-ერთი შემოდგენილი ნაწილია, ოღონდ არ არის ცალსახად მხოლოდ ერთი. ერთი პრობლემა ის არის, რომ მაგალითად საზოგადოებაში ალბათ აი ტონი რობინსი ახსენდებათ, ხო? იმიტომ რომ ის მოტივატორია. მაგრამ ისიც არის სამოტივაციო სპიკერი არის. უმაგრესი კოუჩია და არ ვიცი, 1 საათი მე მგონი რაღაც მილიონი იღებს მასთან და ვერ შეხვდები. შესაბამისად, ანუ მაგიტო არის, რომ ეხლა კოუჩი პროფესია ეს ხელწამოსაკრავი ვერ იქნება, იმიტომ რომ დღესდღეობით დასავლეთში ეს ძალიან ძვირადღირებული პატივსაცემი პროფესია არის თუ ხარ შენ სიმაღლეზე და პროფესიონალიზმში. კი, ნამდვილად ერთ-ერთი მზარდი პროფესია არის IT მიმართულების შემდეგ, აი შანშანდელი 2025 წლის კვლევები აქვს ICF-ს, რომელიც ჩაატარა ერთ-ერთმა დიდმა აუდიტორულმა კომპანიამ და 2025 წლის მონაცემებით მეორე IT პროფესიის შემდეგ არის მეორე მზარდი პროფესია. რატო? არა იმიტომ რომ რაღაც შეიძლება პოპულარული გახდა, არამედ იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ფუფუნებისაგანი საჭიროება გახდა. და ვისაუბროთ ამაზე რეალურად რას აკეთებს კოუჩინგისთვის, რომ იყოს ფართო საზოგადოებისთვის გასაგები და რაღაც ნელ-ნელა შეეჩვიონ იმას, რომ პროფესიონალი კოუჩი და კოუჩის განსხვავება იყოს ხელმისაწვდომიც და გასაგებიც მათთვის. ამიტომ აი საიდანაც დავიწყე, რომ ერთი არის რომ კოუჩინგი როგორც მხოლოდ მოტივატორი გონიათ და შესაძლებელია უბრალოდ რაღაც წაიკითხა, ვიცი მე გამოვიდა, ამაზე ისაუბრა და კოუჩი დაიწერა. მეორე ეს არის რომ თვითონ სკოლები, როდესაც სასწავლო პროცესი როდესაც იწყება, იქაც კარგად უნდა იყოს, მოკლედ სტუდენტი იქნება ვინ სწავლის მომხმარებელი, რომ როდესაც ვამთავრებ არ ნიშნავს რომ ვარ უკვე კოუჩი. ეს არის სწავლის დაწყების და ამ პროფესიაში განვითარების პირველი საფეხური. რა თქმა უნდა, აკრედიტირებული სკოლიდან მოდის და იწყება ყველაფერი, ოღონდ იქვე უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რომ ამ ყველაფერს ამ სასერტიფიკატო პროგრამას აუცილებლად უნდა მოყვეს მენტორინგები, რომელიც უშუალოდ პირდაპირ მუშაობს სუპერვიზორი იქნება თუ მენტორი კოუჩთან და თითოეული სესიის განხილვა მიმდინარეობს, ანუ რა პროცესს ხსნი ხო მენტორინგის რას ნიშნავს? გროვდება პრაქტიკა აუცილებლად, იმიტომ რომ ACC, PCC, MCC, რაც ნიშნავს აკრედიტირებული სერტიფიცირებული კოუჩი, პროფესიონალური სერტიფიცირებული კოუჩი და მასტერ სერტიფიცირებული კოუჩი. ეს არ არის მხოლოდ ტიტული, ამას გრძელი გზა აქვს და საკმაოდ აგროვებს საათებს ხარ მუდმივ პრაქტიკაში. და ეს თან 2-3 საათზე არის, 500 საათს. აი ACC არის 100 საათი, ასოცირებული სერტიფიცირებული კოუჩი რო გახდი არის 100 პრაქტიკული საათი მენტორინგის სუპერვიზია, PCC არის 500+ საათი მენტორინგი სუპერვიზია, რა თქმა უნდა და აქაც ჩატარებული პრაქტიკული საათები MCC 2500 საათი პრაქტიკაში ყოფნა და ცალკე MCC-ებს კიდე მენტორინგი და სუპერვიზია. ანუ ეს პროცესი ესეთი მარტივი არ არის, რომ რაღაც 3 თუ 4 თვეში კოუჩი გახდეს. და ეს ხელწამოსაკრავად ვახსენებ. ეს არის მეორე, რომ სკოლაში უნდა ხდებოდეს ამისი განმარტება და აქვე მითითება, რომ კი, თქვენ გაქვთ საწყისი ფაზა, ეს არის სწორედ პროფესიაში გარდაქმნი ამას თუ შენს მიმდინარე პროფესიასთან გაუკეთებ თანხwebdrას. შენი გადასაწყვეტია, ორივე მიმართულებაში გჭირდება გახდე პროფესიონალი.
შენს პროფესიასთან ერთად დაურთავ coaching-ს და ძალიან კარგად მუშაობს ორგანიზაციებში, ბიზნესში, იმიტომ რომ coaching-ის ისტორია თავიდან, საიდან მოდის 1980-იან წლებიდან, grow მოდელი ჯონ ვიტმორმა შემოიტანა ზუსტად ორგანიზაციაში და ძალიან კარგად დაინერგა. და რა არის grow მოდელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ხო, რომ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა წამოვიდა ძირითადად ბიზნესში, ორგანიზაციებში, დიდ კორპორაციებში. ძალიან კარგად მუშაობს საქართველოშიც მათ შორის დიდ ორგანიზაციებში და იყენებენ ამას. და მთავარი მოთხოვნა არის აკრედიტაცია. აი უკვე აკრედიტაცია, რასაც ICF-ი იძლევა და რატომ არის, მოკლედ სულ ამას ვიძახით, რომ ICF-ი აწესებს ოქროს სტანდარტს. ეს არის ორი მიმართულება აქ. Coaches-თვის ეს ნიშნავს გლობალურ ორგანიზაციასთან და გლობალურ კავშირებს მუდმივ განვითარებას, ბევრ ვებინარებზე და პრაქტიკულ საათებზე დასწრებას, არ ვიცი, ძალიან ბევრ ღონისძიებას, რომელიც coach-ის, როგორც პროფესიონალის გაზრდისთვის არის. აუცილებლად და პრაქტიკული საათები და პრაქტიკული მენტორინგები მიმდინარეობს და კლიენტისთვის ეს არის გარანტია. ის არის გარანტია, რომ პროფესიონალი coach-ი სწორად შედეგზე ორიენტირებულად წაიყვანს სესიას. აი ზუსტად შენ წინა კითხვაც ეს კითხვაც რომ რატომ არის რომ ფსიქოლოგია ფსიქოთერაპიასთან ერევად იცახიან რომ რაღაცა რჩევას მაძლევს ან რაღაც კონსულტაციას მიტარებს თუ ამ სტანდარტებს არ დავიცავთ და აქ არის კომპეტენციებზე ლაპარაკი, რომელიც კომპეტენციებიც პრაქტიკაში მოდის, იმიტომ არის ეს საათები და შემდეგ აკრედიტაცია, რომ პრაქტიკაში თუ არ გაჯდა ეს ყველაფერი, ხო, ეს თეორიულად მხოლოდ სწავლისთვის რო ერთხელ გადავიკითხე, ამითი ვერ მივდივართ. ამიტომ იქ ძალიან კარგად არის ეთიკის ნორმებში აღწერილი საზღვარი სად არის. როდესაც გრძნობ და ხვდები და ესეც სტანდარტია, როგორ უნდა მიხვდე, კლიენტი არის ფსიქოთერაპიის პაციენტი თუ შენი კლიენტი. აი სწორედ მანდ არის, რომ რადგან ბაზარზე არ არის ესე კარგად გამოსული ბევრი პროფესიონალი coach-ი და ხოლო ასე ვთქვათ, ჩქარჩევასაც ვერ ახერხებენ, ხო? რა თქმა უნდა, ეს მათი ბრალიც არის. ხო, აი მაყურებელს ვთქვათ, ეხა აქ ჩაგეკითხები, რომ კარგად იმიტომ მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებლისთვის რომ ესე იგი მოდის კლიენტი დავარქვათ, ხო? კი, klienti. ხო. მოდის კლიენტი coach-თან. ნუ ჯერ გადაწყვეტენ, თქვათ, დებენ კონტრაქტს და ნუ რა მიზანი აქვს, თქვათ, რა უნდა მოთხოვნა რა აქვს და თქვათ ეს კლიენტი, ესე იგი, სულ საუბრობს, თემას უხვევს რა. მაგალითად ამბობს, რომ მინდა რომ мотивация მქონდეს ვარჯიშისთვის, პირობითად. და ამ დროს საუბრობს რაღაც ბავშვობაში რა პრობლემა ქონდა და რატომ არ აქვს мотивация. მიდის თუ წარსულში პირობითად. ეს არის უკვე რომ უნდა წავიდეს ფსიქოლოგთან, აი მარტივად რომ ავხსნათ ახლა გასაგებად, იმიტომ რომ წარსულზე არ არის ორიენტირებული coaching-ი. ხო? აი ეს მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს. აბსოლუტურად. ეს არის პირიქით კონკრეტული რაღაც საკითხი, რომლის გადაჭრაც გინდა, ტვინში გაგარეულობა. გგონია რომ ან мотивация გაკლია რაღაც არ იცი და მართლა საოცარი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ აი მე თვითონ მქონია რაღაც დაბნეული ყოფილვარ, мотивация არ მქონია, რაღაც ვერ გამირკვევია და ჩაუტარებია ჩემთვის ეს სესია და 1 საათში მართლა მოტივირებული, გაბრწყინებული, ყველაფერი თავში დალაგებული წავსულვარ და საქმე გამიგეთებია. კი. ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი გასამიჯნი, როდესაც მიდის კლიენტი წარსულში და ვერ გადაგყავს წინ, ვერ ხვდება მაგალითად, როდესაც ეკითხები მნიშვნელობას, ვერ ხედავს მომავალს, ანუ მიზნისკენ ხედვა არ აქვს და სულ უკან ბრუნდება და განსაკუთრებულად მე კიდე ემოციური ნაწილი ემატება, აქ ცალსახად ეს ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არის ფსიქოთერაპიის პაციენტი. და ამას ვალდებულია coach-ი, რომ ეს აუცილებლად უნდა უთხრას, რომ რეკომენდებული იქნება, რომ გადამისამართება გაუკეთოს. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ორივე მეთოდოლოგიასთვის მიუმართავს, ანუ დადიოდა ფსიქოთერაპევტთან და შემდეგ დაიწყო coach. გადასარევი შედეგი იყო, გადასარევი. იმიტომ რომ ერთი რომ იქ წარსულში აგვარებს, ამ მიმართულებით მუშაობს და მეორე ის რომ ის მიზანი რაც აქვს დასახული, ამაში ეხმარები. ოღონდ ეხმარები არა იმითი რომ რაღაცა შენ უკეთებ leading-ს ან რაღაც მიმართულებას არჩევებს აძლევ. არა, განსაკუთრებით რჩევებს არ აძლევ. არ შეიძლება რჩევის მიცემა ის თქვათ კარგად. აუცილებლად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რჩევის მიცემა. ძალიან მარტივი ახსნა აქ ამას, ნახე, რატო არ შეიძლება რჩევის მიცემა. გარდა იმისა, რომ სტანდარტები არსებობს, ეთიკის ნორმა, საზღვრები არსებობს, ძალიან კარგად და მკაფიოდ გამიჯნული ICF-ის მიერ,
გარდა ამის ყველაფერს თავიდან რომ ადამიანური მომენტია. მაგალითად, აი შენ შემთხვევაში რომ ესე გავაკეთოთ. აი მოხვედი რაღაცა რჩევისთვის მაგალითად და მზა არის, ხო რჩევა ხომ მზა არის და ეს ადამიანის ავთენტური ბუნებაა. ყველას უნდა რომ მზა მიიღოს. და რა ვიცი, მოხვედი და გაინტერესებს რაღაც რჩევა, რომელიც გზად შეიძლება მე გავლილი მაქვს და რაღაცა მოგეწონა და ფიქრობ რომ შენც ესე გაიარე. და მე გითხარით ჩემი გზა. ეს ჩემი გაცნობიერებით მიღწეული გზა მოგეთ გაჩვენე. წახვედი გააკეთე ეს რაღაცა, ან არ გამოვიდა, ან გამოვიდა. ორივე ვარიანტი გავიაროთ. თუ არ გამოვიდა, აუცილებლად იცახი რომ აი იმან მითხრა. იმის ბრალია. და იმის ბრალია. ოღონდ მე არ დამაბრალო და იმის ბრალია. რჩევაც მაგიტო უნდა რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. აუცილებლად, იმიტომ რომ და პასუხისმგებლობებით იწყება კოუჩინგი, კლიენტსა და კოუჩორის პირველი შეხვედრა, სად მთავრდება ჩემი პასუხისმგებლობა, რა მოლოდინები უნდა კონდეს კლიენტს, ეს უნდა იყოს კარგად გამიჯნული. და როგორ მიხვდება, რომ მიზანთან მივა. ეს არის მნიშვნელოვანი. კი. და შემდეგ მეორე ვარიანტი რო ავიღოთ, დაუშვათ მიხვედი იმ გზას და გაიარე. ის შედეგი, ის როგორ გითხრა, აღფრთოვანება ვერ გექნება, იმიტომ რომ არ იყო შენი. შეიძლება შენ უფრო მოკლე გზა იცოდი აქ მისასვლელად და სწორედ ეგ არის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და უნიკალური. და უნიკალური, ყველა ადამიანი უნიკალურია და შესაბამისად გზაც უნიკალურია. ამიტომ აი ამ გზის აღმოჩენაში გეხმარება კოუჩი. რეალურად კოუჩის ფუნქცია არის ეს და ამ გზაში ის რომ აღმოაჩინო შენ თავში პოტენციალი, როგორ გადადგა ეს ნაბიჯები და როგორ მიხვიდე მიზნამდე აბსოლუტურად შენი გზით, ავთენტური გზით და აქ ღირებულებაზე უნდა აუცილებლად ღირებულებაზე უნდა გახვიდე და ამ ღირებულებით უნდა შეასრულო ეს ნაბიჯები. აი ზუსტად ამის აღმოჩენაში და ამას ყველაფერს აკეთებს კითხვების დასმა, სწორი კითხვების დასმა და შესაბამისად კომპეტენციები, რომელი კომპეტენციებითაც მუშაობს პროფესიონალი კოუჩი. და აი ეს კომპეტენციები არის უკვე მენტორინგის დროს, ეს არის უკვე სწავლის დროს, პრაქტიკის დროს, სუპერვიზიის დროს, ანუ შეფასების დროს, გამოცდილება ჭირდება ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, დამწყები კოუჩები იწყებენ ის PCC და ICC აკრედიტაციას საათები დააგროვო. ოღონდ იმისთვის რომ საათები დააგროვო, ამისთვის აუცილებელია რომ აი ამ საზოგადოებაში გქონდეს, სულ მუდმივად გქონდეს შეხება, იყო ან უკვე აკრედიტაციის გზაზე დამდგარი და აპლიკანტი ქვია ამას, რომ მაგალითად ACC აკრედიტაციის გზაზე როდესაც ხარ, ხო? და ეს იწვევს კლიენტშიც მეტ სანდოობას. საზოგადოებაშიც და შესაბამისად შენი პროფესიონალიზმის დამტკიცებაში. ამაში გეხმარება ICF რეალურად და ჩვენ საქართველოში წარმომადგენლობაში დღეს 71 კოუჩი ყავს, აქედან 18 არის ACC, 17 არის PCC კოუჩი. მუდმივად რა განსხვავება ახლა ACC-ის და PCC-ის შორის? ACC არის ასოცირებული, სერტიფიცირებული კოუჩი, რომელსაც აქვს უკვე დაგროვილი 100 საათი. და მას უკვე შეუძლია აკრედიტაცია აიღოს და აგრძელებს უკვე შემდგომ გზას, რომელიც შემდგომი განვითარება არის PCC, რომელიც არის პროფესიონალური სერტიფიცირებული კოუჩი, ანუ აკრედიტაციის სახეებია ეს, რომელსაც 500 და მეტი საათი აქვს დაგროვებული. შესაბამისი მენტორინგებით, შესაბამისი პრაქტიკით. ანუ განსხვავება ეს არის. MCC უკვე 2500 საათი და მეტი. ну, შესაბამისად პრაქტიკიდან გამომდინარე უკვე მეტი დრო ჭირდება. რა თქმა უნდა, დროც მეტი ჭირდება, პრაქტიკაც, გამოცდილებაც, განვითარებაც, მუდმივად განვითარებაში ხარ. ამიტომ გარდა იმისა, რომ გლობალს აქვს თვითონ ეს მიმართ და ღონისძიებები, პრაქტიკული მუშაობები, ვებინარები, რომელსაც მუდმივად ატარებს, ICF-ის საქართველოს წარმომადგენლობაც ეხლა ძალიან ბევრი პრაქტიკული სამუშაოები გვაქვს და არიან კოუჩები, როგორც გითხარი, უკვე აკრედიტირებულები და არიან დანარჩენი კოუჩები, რომლებიც დგანან ამ გზაზე, ან ჯერჯერობით არ დაუწყიათ აკრედიტაცია, თუმცა მუდმივ შემხებლობაში არიან ამ საზოგადოებასთან და განვითარებასთან. სულ რაღაცა ეხლა მაგალითად წყვილების კოუჩინგი არის, ხო, წყვილებში ერთმანეთში ხდება კოუჩინგი, რომელიც პრაქტიკულ საათებს აგროვებინებს და სულ არიან ან მენტორინგები, ჯგუფური მენტორინგები გვაქვს და სულ განვითარებაში არიან. იმისთვის რომ სიახლეებთან იყვნენ წვდომაში, იმიტომ რომ მუდმივად ცვლის ICF-ი, ну, ყოველ შემთხვევაში 3-4 წელიწადში ერთხელ ცვლის ეთიკის კოდექსს, ცვლის კომპეტენციებს მაქსიმალურად არგებს ადამიანებს. კი, ადამიანის საჭიროებებზე ერგება და შესაბამისად დაგროვილი პრაქტიკიდან გამომდინარე სტანდარტები იცვლება. და ამ სტანდარტებთან რო დავამთავრე მაგალითად რაღაცა 5 წლის წინ და თუ არ ვარ ამ საზოგადოებასთან შეხებაში და მე ისევ კოუჩინგს ვახორციელებ კლიენტებთან, ხო? არც აკრედიტირებული ვარ და მაგალითად არც ვარ წევრი ICF-ის. სტანდარტი და ეთიკა რო შეიცვალა, მე უკვე სხვა მეთოდებით მუშაობ.
და როგორ უნდა კლიენტმა როგორ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, რომ გამოცდილი კოუჩია, უნდა მოთხოვოს, ესე იგი, ნახე კი, რამოდენიმე ვარიანტია, მაგრამ ერთი პირველ რიგში რო რჩევა არ უნდა მოგწეს. იცი არის შესაძლებელია, რომ თქვათ აღმოაჩინე ინტერნეტ სივრცეში და უწერია. და შეიძლება არ არის ამის უკან სიმართლე. ეს არის ძალიან რთული. კი, მაგას მიხვდები პირველ სესიაზე. კლიენტი უნდა იყოს საზოგადოება, იმიტომ უნდა იყოს თუ არ იცი რა არის კოუჩინგი, ვერ მიხვდები. კი, თუ არ იცი, ნუ მინიმუმ რას ვთქვათ, რომ რჩევა არ უნდა მოგცეს. ფსიქოთერაპიაში არ უნდა გადაგიყვანოს. წარსულზე არ უნდა ისაუბროს. რჩევებით, კონსულტირებით, აი ამ მიმართულებებით არ უნდა შემოიფარგოს. მან ეს უკვე მასიგნალებელია თვითონ საზოგადოების კლიენტისთვისაც, რომ აქ რაღაცა არ არის, ამის რო უწერია. იმიტომ საუბრობთ და იმიტომ წამოვიდა ეს თემაც და ჩვენ მაგალითად ICF-ის კვირეული გვაქვს ხოლმე, ხა მაისში იქნება მე გვინდა რომ მოკეთ ფესტივალიც გავაკეთოთ შემოდგომისთვის. რატო? იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტმა საზოგადოებამ, მეტმა ადამიანებმა გაიგონ, რას ნიშნავს სტანდარტიზაცია, რას ნიშნავს პროფესიონალური კოუჩი და ვისთან უნდა მივიდნენ, როგორ უნდა შეარჩიონ, რომ ნახეთ, აი დამკვიდრებულია ხო ესე რომ კოუჩინგში მაგალითად ვერაფერს დაგიზიანებენ თუ წინ არ წახვედი, მოკლედ სულს ვერაფერს ვერ გაგიზავს, მაგრამ გააჩნია თუ სწორად არ არის ეს იმიტომ არის ალბათ ნათქვამი, რომ შენ შეკითხვებს გისვამს უბრალოდ და ეხლა შენ თუ ვერ მოძებნე პასუხი და ვერ ჩაიხედე შენ თავში რა უნდა დაგიზიანოს, მაგრამ თუ არასწორად გააკეთა ხო ეს თუ წავიდა და ტრამვებზე დაიწყო მოკლედ ან რაღაც ისეთი გითხრა არასწორი ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება манипуляციაშიც გადავიდეს, შესაბამისად, ისეთი ზღვარია. კი, ზღვარია და სწორედ მაგიტომ ვიძახი და ბევრჯერ გავიმეორებ ალბათ დღევანდელ პოდკასტში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა რეალურად რომ ვიცოდეთ და გავარჩიოთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ეთიკის კოუჩები ვდებთ ფიც ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, სადაც ზუსტად არის გამიჯნული და გვიწერია სად რა არის ჩვენი როლი, მოვალეობა, რისი უფლება მაქვს და რისი უფლება არ მაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ კლიენტისთვის ზუსტად იცოდეს, ვისთან მიდის და ძალიან მარტივია, მათ შორის ერთ-ერთი ხერხი არის, გადაამოწმოს ICF-ის წევრი არის თუ არა. შესაძლებელი. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. კი, შესაძლებელია, სახელი და გვარით გადაამოწმოს, ნახავს რა აკრედიტაცია აქვს თუ არა აკრედიტაცია, ამდენი ხანია წევრია, იმიტომ რომ როდესაც წევრიანდები ICF-ში შესაბამისად შენი მონაცემები არის საერთაშორისო ბაზაში და მოდი თავიდან თქვაც კი ICF-ი არის საერთაშორისო კოუჩინგის ფედერაცია. კოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია. სადაც სხვადასხვა სკოლები არსებობს, სხვადასხვა სახელებით და ამ სკოლაში შენ რომ მიდიხარ და გინდა რომ გახდე კოუჩი, აკრედიტირებულ სკოლაში რაღაც რამდენიმე თვეს სწავლობ აკრედიტირებულ სკოლაში, მაგრამ ეს არის რაღაც ერთი საფეხური. ამას რო დაამთავრებ, რა თქმა უნდა, შენ ალბათ რაღაცის უფლება გააქვს, რომ ვიღაცასთან იმუშაო. გააქვს ხო, რომ საათებს, იმიტომ რომ საათები უნდა დააგროვო იმისთვის, რომ შენ დააპგრეიდდი, ასე ვთქვათ, ხო, ახვიდე მაღალ საფეხურზე. და მე რეაქციაზე წახვიდე, კი. და ICF-ი გაძლევს ამ აკრედიტაციას. აი ამაზე რა ხო? კი. ნახე, როდესაც მაძიებელი ვარ და მინდა რომ კოუჩინგი შევისწავლო, აუცილებლად აკრედიტირებულ სკოლაში მივდივარ. და ეს აკრედიტირებული სკოლების არის საქართველოში? კი, 3 აკრედიტირებული სკოლა. არა, მე ვიცი, მაყურებლისთვის. კი, იმიტომ თქვი. და შედიხარ საიტზე, ICF-ის გლობალი საიტზე, ამოწმებ, არის თუ არა აკრედიტირებული ასე თუ ის სკოლა. თუ აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს, მიდიხარ სკოლაში და იწყებ სწავლას. სწავლის პროცესში იქვე სკოლაშივე უნდა იყოს და არის განმარტებული, რას ნიშნავს ICF-ი, რა საფეხურები აქვს ამ მიმართულებას. გარდა მხოლოდ თეორიული სწავლებისა, როცა ამთავრებ, უნდა გაიარო აუცილებლად მენტორი, იმიტომ რომ მოკეთ სკოლებს აქვს ესე რომ level 1, level 2 თავის საფეხურები აქვს. მენტორინგის გავლის მერე უკვე იღებ სერტიფიკატს. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ თეორიული სწავლება განახორციელე, შენ დაკვირვების ქვეშ ან მენტორთან ერთად, ასევე დაიწყე უკვე პრაქტიკა, იმიტომ რომ იქ სესიას რო ატარებ, მიგაქვს და მენტორი ამას შენთან ერთად აუცილებლად შეფასება ხდება და საბოლოოდაც გამოცდით ფასდება. და იღებ სერტიფიკატს. ეს არის სკოლის სერტიფიკატი, რითიც უკვე ხარ დამწყები კოუჩი და იწყებ აკრედიტაციის გზას.
საათების დაგროვებას ისე ვრჩები მაშინ რა ქვია მენტორთან კავშირში და სუპერვიზიას. ეხლა მენტორთან და სუპერვიზიას, მენტორინგი რო გაკეთო და სუპერვიზია გქონდეს, მუდმივად და თვითრეფლექსიაში უნდა იყოს, იმიტომ რომ კოუჩინგზე საუბრობ და თვითონ კოუჩი უნდა იყოს მომზადებული სესიისთვის. ეს კიდე ცალკე პროცესია, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხა ადამიანები ვართ და შეიძლება ისეთი თემა მოიტანოს კლიენტმა, რომელმაც პირიქით ჩემზე იქონიოს გავლენა. და აი აქედან აბსოლუტურად დაცლილი უნდა იყოს. აი ამიტომ არის კომპეტენციები და გამოცდილება. კომპეტენციები აძლევს ზუსტად ამის პროფესიონალიზმს რომ გამიჯნოს. ზუსტად, რომ როგორ უნდა საკუთარ თავზე პარალელები არ გაავლოს ხო, რაღაც ისტორიას. განჯის გარეშე უნდა მიიღო. ყოველგვარი რწმენა წარმოდგენების შენი უკვე შენ თავში უნდა გქონდეს დამსროლი, ანუ კლიენტთან ისე უნდა იყო, რომ არ შეგეტყოს მასთან ერთად, არ უნდა შეხვიდი ამ ემოციებში, ანუ ბევრი სტანდარტ კომპეტენციებია ამაზე სპეციალურად, რომელიც ICF-ი სერიოზულ პროფესიონალიზმს მოითხოვს ძალიან დიდ თვითრეფლექსიას პირველ რიგში კოუჩისთვის. ამიტომ, როდესაც სკოლას ვამთავრებთ და უკვე ვიწყებთ ბაზარზე კოუჩინგის სესიების ჩატარებას, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ICF-ის წევრი გახდე. იმიტომ რომ ICF-ი გაძლევს ამის საშუალებას თვითგანვითარების და იქვე არის მენტორინგი, იქვე არის სუპერვიზია, იქვე არის პრაქტიკული სამუშაოები. მინდა რომ ამის შესაძლებლობას რომ განავითარო შენი პროფესიული გზა არის ზუსტად აი ეს. ICF-ში გაწევრიანების შემდეგ და საათების დაგროვების შემდეგ, როდესაც უკვე მიხვალ 100 საათზე იქნები 500 საათზე, როდესაც უკვე რა გზასაც ირჩევ პირველი, ხდები უკვე აპლიკანტი და აბარებ გამოცდას და იღებ აკრედიტაციას. გამოცდა როგორია? რთული. ანუ წერ ვიდეოს როგორც ვიცი ხო? არა, იქ უკვე აღარ წერ ვიდეოს. არა, ვიდეოს წერ, როდესაც სკოლას ამთავრებ, მაშინ და იღებ პირველ სერტიფიკატს, როდესაც მიდიხარ უკვე ICF-ში, სხვადასხვანაირი გამოცდაა გაჩნია, რომელ აკრედიტაციას იღებ. ყველაზე გავრცელებული და ესე ვთქვათ, ერთ-ერთი რთული არის სცენარებზე დაფუძნებული და არის სცენარიო based ეძახიან. ამიტომ თუ არა გაქვს პრაქტიკა, ვერ ჩაბარ, ბევრი სცენარია. ყველა კომპეტენცია ერთად გაერთიანებულია და ვერ წხვდები იმ სცენარში, რომელ კომპეტენციაზე არის ეხა კითხვა და ამიტომ გამოცდილება ვერ გადაახტები. ვერ მოიგონებ ამას. ვერც ჩაბარ. თუ არ არის გამოცდილება. ამიტომ არის გულდასაწყვეტია მართლა ამ ხელაში რომ გიწევს და მაინც ესე რომ აი მე ამაზე მწყდება გული, რომ ეს ხელაღებით უცბად მე იტყვე რა off coach-ი. და მართლა რეალურად ძალიან გრძელი გზა არის იმისთვის, რომ კარგი coach-ი გამოხვიდე. მაგრამ ალბათ ხო იმიტომ არის ეს საუბარი, რომ მარტივად ირქმევენ coach-ებს. და ეს არის. კი, მარტივად შეგიძლია დაირქვა coach-ი, ოღონდ პროფესიონალურად ჩაატარო coaching სესია არ არის მარტივი. ამას თავისი უკან საკმაოდ გრძელი და ესეთი პრაქტიკაში გამოცდილი გზა მოყვება. და ამიტომ არის აუცილებელი, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, რომ საზოგადოებასაც, კლიენტებსაც, მომხმარებლებსაც გქონდეთ ზუსტად აი ამის ცნობიერება, როცა ამაღლდება, უკვე ეცოდინონ რეალურად მიჯნონ, რას ნიშნავს ნამდვილი ჩატარებული. რომელ ქვეყნებში არის აი პოპულარული, სადაც არ ჭირდება ესე ცნობიერების ამაღლება და ესე აგდებულად coach-ს არ მოიხსენიებენ. აი რომელია ესეთი მოწინავე ქვეყნები? მე მგონი ამერიკა. ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამერიკა, ევროპა. თუმცა ეს გზა გაიარა ყველა. ხო. ეს გზა გაიარა ყველა. რასაც ჩვენ ახლა გავდივართ. იმიტომ რომ coaching-ი არის ახალი პროფესია, შედარებით სხვა პროფესიებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ფედერაცია 1995 წელს დაფუძნა coaching-ის საერთაშორისო ფედერაცია და 95 წელს კი. და 1980-იანი წლებიდან წამოვიდა coaching-ი როგორც პროფესია. პირველი coaching-ი შევიდა ბიზნესში. ხო. და ორგანიზაციებში და ძალიან კარგად იმუშავა და აქედან გამომდინარე მე უკვე გადმოვიდა პიროვნულ განვითარებაზე, იმიტომ რომ იქაც პიროვნული განვითარებაზე გადის მაინც, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკიდანაც ჩვენ ყველას ერთმანეთს ვაზიარებთ ხოლმე coach-ები, ძირითადად რაც არ უნდა აღმასრულებელ პირთან იმუშაო, რაც არ უნდა ბიზნეს მიმართულებაზე იმუშაო და აი პროექტი მაგან განსახორციელებელი რაღაცა გეგმა მაგასაკეთებელი განვითარების ხარჯზე ხდება ეს აუცილებლად პიროვნულზე ჩამოდის მაინც და თან რა აქვს coaching-ს ხა იცი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ერთ მიმართულებაში როცა ავითარებ, წარმოუდგენელია რომ სხვა მიმართულება და როლს ვერ ავითარებ. როლში ვარ მარტო კარგი არ გამოდის. ამიტომ როგორც ლიდერი რო ვითარდები,
პიროვნულადაც, როგორც პერსონალურად ოჯახშიც, მეგობრებთანაც სხვანაირად იცვლება. და მოდი აი კარგად მოიტანა ეხლა საუბარმა ვისაუბროთ აი mindset-ზე. როგორ არის ქართულად? ცნობიერება? ხო, აი გაცნობიერებაზე. ანუ რა კავშირი აქვს coaching-ს და გაცნობიერებას? იმიტომ რომ მე მაგალითად საერთოდ შემიცვალა რაღაცების მიმართ დამოკიდებულება და თუნდაც კითხვის დასმა. და ვთქვათ, შვილებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ადრე ვთქვათ თუ სხვანაირად ვეტყოდი რაღაცას, რატო არ გააკეთე ან რაღაც, ეხლა საერთოდ სხვა კითხვას ვუბრუნებ კითხვას. ისე, რომ თვითონ ხვდება და თვითონ პასუხობს და მე დიაგნოზს აღარ ვუსვა. ხო, და აი რა როლი აქვს? კარგად ახსენი შეგიძლია. რა როლი აქვს ამ ცნობიერების გაფართოვებას? გაცნობიერება. შეცვლა თვითონ. ხედვის შეცვლა არის, ანუ თვითონ რასაც უწყობს ხელს. და შენ უშუალოდ გავლილი გაქვს და იცი ეს პრაქტიკაში და რა ხდება კლიენტებთან მიმართებაში, რომ როდესაც აი როგორ იცვლება დამოკიდებულება, mindset-ი პრობლემაზე ორიენტირებულობიდან შედეგზე ორიენტირებულობაში. იმიტომ რომ კითხვას სვამ ისე რომ თუ პრობლემაზე აქვს და ყველა პრობლემით მოდის და პრობლემა არის ჩვენი მთავარი პრობლემის გარეშე თუ არ მაქვს აბა მაშინ არ მოვდი ანუ გამოწვევა პრობლემით მოდის მაგრამ ეს გამოწვევა შესაძლებლობად როგორ უნდა აქციო სწორედ მაგაში არის მთელი ხიბლი და ხელოვნება coaching-ის რომ აი ეს mindset-ი ზუსტად ეგ არის რომ კითხვას კი არ ვსვავ რომ რატომ როგორ ანუ როგორ მოვაგვარო ეს რაც მოხდა გასაგებია ანუ ერთი რომ გარდა იმისა რომ მომავალზე ორიენტირებული და მიზანზე გადაყავხარ ანუ coaching-ი მუშაობს ხო აქ და ახლადან მომავალზე ანუ მიზანზე აქ დღევანდელის მიმღებლობას აი mindset-ის ცვლილება ზუსტად ეგ არის რომ ირთვება მიმღებლობა გავიგე რომ ამ დღეში ვარ გავიგე რომ რაღაცა გამოწვევებია ჩემს ცხოვრებაში და აი და აქ ვარ მაგალითად გაჭედილი და სად წავიდე როგორ უნდა გამოვიდე აქეთ ჩემენაზე ვიტყოდი მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ და გადადიხარ მოქმედებაზე გადაყავს და აი ეს არის ზუსტად მოქმედებაზე მე ვერ გადაგიყვან თუ ეს შენგან არ წამოვიდა ამიტომ არის რომ რჩევა და არ არჩევა არამედ კითხვა როგორ შეგიძლია რომ ამ თემას მაგათაც და შეიძლება გითხრას არ ვიცი მაგრამ ამ კითხვების შებრუნებით საბოლოო ჯამში მიხვდება რომ იცის კი არ ვიცი ახლა პირველი პასუხი მაგრამ მე არ ვიცი ისე კარგად იხსნება ადამიანს აბსოლუტურად ყველაფრის პასუხი აქვს შიგნით და მართლა რაღაც ჯადოქრობა არის საბოლოო ჯამში. კი, ეგრე გამოდის, მაგრამ ფაქტიურად ნახე პირველი საფეხური რაც არის, ეს არის რომ მივიღო, ჩემი თავი იქნება, ის როლი იქნება, ის გამოწვევა იქნება, გავიგო რომ ესეთ მდგომარეობაში ვარ. ამ იმას კი არ ვებრძოლო იქ რაც ხდება, არამედ გამოსწორების გზაზე გადავიდე. აი ზუსტად მანდ არის mindset-ის ცვლილება, რომ პრობლემაზე ორიენტირებიდან შედეგზე ორიენტირებული გადასვლა და თლიანად იცვლება მარტო იქ კი არა მთლიანად და მე მქონია ესეთი შემთხვევა პრაქტიკაში, როდესაც მოკლედ დაგვისრულები რაღაცა სესიების რაოდენობა და რამოდენიმე ხნის შემდეგ ან შევხვედრივა ისევ შევხმებოვა და ცოტაშორის ძალიან ბევრს დაუბრუნებია უკავშირი რომ იცი სულ მახსენდებოდა იქ რო ესე მეკითხებოდი ეხლა ამ სიტუაციაშიც რას მეტყოდი ან როგორ უნდა დამესვა და თვითონ არა coach არამედ თვითონ კლიენტსაც კი ეცვლება შეხედულება სამომავლოდ გამოწვევას როგორ უნდა გაუმკლავდეს ამიტომ ცოდნა ის რესურსი ხო შენში მოგებული ერთხელ უკვე იცი როგორ მოაგვარე ეს საქმე და შემდეგ უკვე სულ ამ მიმართულებით მიდიხარ. და მართლა შეიძლება აი არარესურსულ მდგომარეობაში მისული სესიიდან გამოხვიდე ძალიან რესურსულ მდგომარეობაში საერთოდ სხვა ადამიანი. კი, აბსოლუტურად არის ეგეთი შემთხვევები, როდესაც ერთი კითხვა ძალიან ცვლის ყველაფერს და აი ეს ყველაზე კარგი მომენტი არის თუ მკითხავს იმენ რა არის ყველაზე შენთვის საყვარელი მომენტი არის ზუსტად ეს, როდესაც ადამიანს ეს ენერგია ეწლება მთლიანად. და მართლა როგორ ჭყიალდები და თვალები და ინთები და მეც ნანახი მაქვს ჩემი გამოცდილებით რომ ჩამიტარებია ეს coaching სესია საერთოდ აი მართლა რაღაცნაირად ჩამქრალი ადამიანი უცბად ანთებული და შენ თვითონაც მე ეს გედება და საოცარი იმ ძარღვს სადაც არის შენი ძალა და შენი რესურსი, შენი ყველაფერი ენერგია მთლიანად. გეთანხმები. და აი ღირებულებები ახსენა კიდე ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ხო არ ჩაგვიშლი კიდე კარგად რომ აი რა როლი აქვს coaching-ში ამ ღირებულებებს. თავარი როლი აქვს მე თუ მკითხა. იმიტომ რომ ერთია რომ მიზანი დავისახო და ამ მიზნისკენ წავიდე, მაგრამ თუ მიზანი ღირებულებას არ მიება
მაშინ გამოვა to-do list-ი. ანუ რეალურად ეს არის ესე იგი რომ შეიძლება არის რაღაც გარედან მოხვეული მე საერთოდ არ მინდა და მგონია რომ მინდა და ამიტომ უნდა მივაგნოთ ჩვენ ფუნდამენტურ რაღაც მნიშვნელოვანი მისთვის ამ მიზნის შესრულება და რა ღირებულება აქვს მისთვის ამ ყველაფერს. ანუ როდესაც აი იდენტობის დონეზე გადის მიზანი, რატო ვასრულებ ამ მიზანს, მიზნის სრულებაც ძალიან ხშირია, რომ აღმოვაჩენ, რომ აუ არ მინდა. თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი თავს მოხვეული ყოფილა თურმე. კი და ჩემი არ არის და როდესაც ამის აღმოჩენა ხდება, კოუჩინგი არ არის მარტო ესეთი პეპლებით და რაღაც გასხივოსნებული. საკმაოდ ესეთი რთული პროცესია, რომელთაც ისეთ პასუხისმგებლობა მიიღო, რომ არ გესიამოვნოს ამისი გაცნობიერება. გაცნობიერება მარტო ეს არ ნიშნავს, რომ აი მანდ არის ზუსტად, რომ აი ჩახვედი უკვე. აი მღირებულებამდე გახვედი და მივხვდი, რომ არ იყო შენი ვიხდი რომ რაღაცა ბავშვობიდან საიდანღაც მეზობელმა მითხრა რომ კარგია და იმიტომ გააკეთე, იმას შევხედე მომეწონა და იმიტომ გავაკეთე და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება მიზეზი კონდეს. კი, აღმოვაჩინო რომ მოკლედ ეს თურმე ჩემი არის. ამიტომ ღირებულებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოლოს წინა კომპეტენცია, რომელიც აი ამ გაცნობიერების ნაწილში უწყობს ხელს და მანდ თუ მიხვედი მართლა და ზუსტად მიაგენი ნაწილს, მე უკვე ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო. კარგად იცი. თავში რო იძახს არ ვიცი, მე უკვე ამ აღმოჩენის, მე უკვე თვითონვე იცის რა უნდა გააკეთოს და თვითონ გასწრებს მოკეთ ამ ნაბიჯს. სოფიკო, შენი აზრით, აი ფსიქოლოგებს ესე ძალიან რატო არ უყვართ კოუჩები? ვერ ვიტყოდი რომ არ უყვართ, თუმცა არის გარკვეული სკეპტიციზმი. იმიტომ რომ ხშირია, როდესაც ადამიანები ატარებენ კოუჩინგს და გადადიან ფსიქოთერაპიაში. და სტანდარტით მუშაობა და ეთიკის კოდექსის დაცვით მუშაობა ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ სად გაჩერდე და მიხვდე სად უნდა გადაამისამართო ფსიქოთერაპევტთან. როდესაც მუშაობ კომპეტენციებით და მუშაობ უკვე აკრედიტირებულ კოუჩთან ან კლიენტი, ეს რისკი არ დგება. მაგრამ ხშირია ესეთი შემთხვევები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია რომ იწევდეს ასე ვთქვათ რაღაცა გაურკვევლობას. ანუ აქვთ მიზეზი. პროფესიონალ კოუჩსა და ფსიქოთერაპევტს შორის არამც დაპირისპირება ან არ სიყვარული, პირიქით პარტნიორული ურთიერთობა, როცა სტანდარტებზე მივდივართ. ანუ ფსიქოლოგი მუშაობს ტრავმებზე და კოუჩი პროფესიონალი მუშაობს მომავალზე და მიზანზე. არის ორიენტირებული. კი ბატონო, საკუთარ ადამიანის თავში ადამიანიდან მომავლისკენ, აწმყოდან მომავლისკენ კი. და წარსული არ ეხება. წარსული არ და ნუ შესაბამისად კარგად გამოდის, არა წარსულთან მუშაობა, მერე აწმყო და მომავალი. მომიჯნავე პროფესიები არიან და კი და ძალიან ესეთი წყალგამყოფი ხაზია მათ შორის, როგორ უნდა განასხვაო და როგორ უნდა გადაამისამართო. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ამას იძახიან, ვურჩევდი რომ პროფესიონალ კოუჩთან ქონოდათ მინიმუმ ერთი სესია, რომ მივხვდარიყვნენ. შეეცვალოთ დამოკიდებულება. კი, რა თქმა უნდა. კი. სხვანაირად ვერც გამოვა, როდესაც სტანდარტით პროფესიონალთან მიდიხარ და ჭდები და მუშაობ ამაზე და მუშაობ შენს თავზე, ძალიან კარგად ხვდები იქ, ვინ რჩევას იძლევა თუ ისეთ კითხვას სვავს, როდესაც პასუხს უკვე შენ თვითონ შენ თავშივე ეძებ. პრინციპში ფსიქოლოგებიც არ იძლევიან რჩევებს, რა თქმა უნდა, ისმენენ. როდესაც მუშაობ აი ამ სტანდარტით, იქ საკმაოდ ნათლად არის ხაზი გასმული და ძალიან კარგად არის ნაჩვენები, რომ არაფერი არც რჩევის მიცემა ხდება და არც მიმართულების მიცემა. და აი, როდესაც ეს ხაზი არ არის და დარღვეულია და ანუ სადღაცას უკვე გადადიხარ სხვა მიმართულებებისკენ, მანდ უკვე სკეპტიციზმი აბსოლუტურად გასაგებია რატომაც მოდის და ამიტომ ვურჩევ ყველა კოუჩს რომ წამოვიდეს ამ მიმართულებით რომ ერთი რომ დაიხვეწოს თვითონ როგორც პროფესიონალიზმი, პროფესია კოუჩინგი და მეორე იმიტომ რომ მათ მიაწოდონ ხარისხიანი და პროდუქტი. რა თქმა უნდა, ხარისხიანი მომსახურება თავიანთ კლიენტებს და შესაბამისად ზრდაზე ორიენტირებული, შედეგზე ორიენტირებული, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ესე რა ქვია, მომსახურება. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, რას ნიშნავს, როგორ აღმოაჩინონ საკუთარ თავში რეალურად
საკუთარი რესურსები, ნიჭები და პოტენციალი, იმიტომ რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც დაისახავს მიზნად. ეს არის ზუსტად რომ, იმიტომ რომ იმაზე მეც ვერ დაისახავ, რაც არ შეგიძლია. შესაბამისად, თუ გაქვს მიზანი, ამიტომ ჯობია რომ მიაკითხო პროფესიონალ ადამიანს და კოუჩს და დაგეხმარება მიზნების მიღწევაში. კი, რა თქმა უნდა. როგორც პერსონალურად პიროვნული განვითარების, ასევე ძალიან კარგად მუშაობს ორგანიზაციებში, ბიზნესში. ეს უკვე პრინციპში მანდ მე მგონი სკეპტიკურად არ უყურებენ დიდად. უფრო რაღაც ინდივიდუალურ მუშაობაზეა ხა საუბარი თორე. კი, სკეპტიციზმი. იმას რაღაც თითქოს გამოცდილება აქვს უკვე თუ არ ვიცი რატო. ხო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს შედეგი. ორგანიზაციებში ძალიან კარგად ჩანს შედეგი. ან შეიძლება ორგანიზაცია ყველა ვარიანტში დაიქირავებს იმ აკრედიტირებულ პროფესიონალს და შეიძლება გარანტირებული გაქვს ეს პროდუქტი, რომ ხარისხიანად კი, ეგ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. და უბრალოდ შენ ხა ინდივიდი რომ მიდიხარ არჩევ სადღაც შეიძლება ისეთი კოუჩი შეგხვდეს, რომელიც არ არის ესეთი გამოცდილი და ვერ იცავს ამ კომპეტენციებს. ალბათ ეს არის მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი. აი საუბარში გავარკვიეთ ეხა. ერთ-ერთი რატომაც შეიძლება იყოს ეს მიზეზი ზუსტად ეს არის, რომ ძალიან ბევრი განსხვავება მოგეცადეთ დავიწყეთ ხო კოუჩსა და პროფესიონალ კოუჩს შორის ზუსტად ეს არის. იმიტომ აუცილებელია სტანდარტების დაცვით მუშაობა, იმიტომ რომ გარანტიაა ეს პირველ რიგში კლიენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიღების. და ICF-ის საქართველოში წარმომადგენლობა ერაში უწყობს ხელს კოუჩებს, დამწყებ კოუჩებს, თქვა, აი პირველი საფეხური ვინც დაასრულა. და უნდა რომ დაიხვეწოს. კი, პირველი ნაბიჯი დამწყები კოუჩებისთვის არის ICF-ში გაწევრიანება. გაწევრიანების შემდეგ ხდები უკვე როგორც გლობალის წარმომადგენელი და წევრი, ასევე საქართველოს ჩეპტერის წევრი, იმიტომ რომ საქართველოში წარმომადგენლობა არის, შესაბამისად აქ ხდება ამ საზოგადოების განვითარება და შეკრება. გარდა იმისა, რომ წდომა გაქვს საერთაშორისო სტანდარტებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირები, ვებინარები, ბევრი განმავითარებელი საშუალებები, ასევე საქართველოს წარმომადგენლობას კიდე ჩვენ თვითონ ცალკე გეგმავთ კოუჩებისთვის. წელიწადში ერთხელ არის პროფესიული განვითარების და აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი, ან გამოცდებისთვის მოსამზადებელი ჯგუფი დგება, სადაც ძირითადად იქ ხდება მუშაობა, საგამოცდო ტესტებზე, წყვილების კოუჩინგი, ანუ ერთმანეთში კოუჩები მუშაობენ მენტორისთან დასწრებით, რაც მენტორინგის ნაწილშიც გადის, ჯგუფური მენტორინგები ეწყობა, როდესაც ერთ კოუჩს გამოაქვს სესია, მაგალითად ამის განხილვა ხდება, სუპერვიზია გვაქვს, სადაც სუპერვიზიაში რამოდენიმე სესია აქვს, სადაც მიდიხარ, გაგაქვს თვითონ შენი. თუ ჯგუფურ კოუჩინგზე გაგაქვს მაგალითად სესია, სუპერვიზიაზე უკვე შენს გამოცდილება, შენს რეფლექსიას აზიარებ, რომ ანუ შენ თვითონვე იყო განვითარებული, იმიტომ რომ კოუჩინგი როგორც ვთქვით, ანუ გარდა იმისა, რომ მომზადებული უნდა იყოს სესიისთვის და ადამიანები ვართ და ყველას აქვს, ანუ განმავითარებელი ზრდის ზონები, სადაც მაგალითად არის ისევ დარჩენილი რაღაცა, რომ ან შეიძლება რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, შეიძლება დადგეს რაღაცა ეტაპზე ის მომენტი, რომ რაღაცა შენ თვითონვე როგორც კოუჩს ან კორექტირება შენს თავში არ გამოვიდა ესე, ან რაღაცა თემამ ასე ვთქვათ გატრიგერა და განიხილა კი ამაზე და სუპერვიზორთან ერთად განიხილა ამაზე. ეგ არის ზუსტად რომ თვით განვითარება სულ და სულ სწავლა არის. როგორც ფსიქოლოგს ყავს თავის ფსიქოლოგი ყოველთვის. კი. და ასევე ყოველ წელიწადში ერთხელ ეწყობა ICF-ის კვირეული, სადაც სხვადასხვა თემატიკის მიმართულებით ხდება ხოლმე თემების გაშლა, ამაზე მუშაობა, ვიწვევთ სპეციალურად კონკრეტულ სეგმენტს, ჯგუფებს, რომლებზედანაც მუშაობ მთელი წლის განმავლობაში და შედეგებს აზიარებენ და ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ კოუჩინგის ფესტივალი, სადაც რომელიც უფრო ფართო იქნება და უფრო ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ გაიგონ რას ნიშნავს პროფესიონალური ცნობიერება, რომ ამაღლდეს. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში მთელი 2 კვირის განმავლობაში ICF-ის ჩვენში და საიტზეც და გარეთაც, თვითონ გლობალის მასშტაბითაც იმდინარეობს უფასოდ ვებინარების სესიები და ანუ შესაძლებლობა გეძლებათ, რომ შემოხვიდეთ დემო სესიები, ან როგორ უნდა ჩატარდეს კოუჩინგ სესია მაგალითად, ამაზე უფასოდ ხდება დარეგისტრირება ამ კვირეულის ფარგლებში და შესაძლებელია შემოვიდნენ რომ ნებისმიერი ადამიანი დაინტერესებული კოუჩინგით, როგორც კლიენტი, როგორც ისე გავლენილი უბრალოდ რო აინტერესებს რას ნიშნავს ეს პროფესია და მიიღოს ეს ინფორმაცია
ინფორმაცია დაესწროს ნებისმიერ მისთვის სასურველ workshop-ს, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა თემატიკაზე ტარდება. შეხედოს რეალურად იმ სესიას, დემო სესიას, რომელიც ტარდება. როგორია, როგორი სტრუქტურა, რა ხდება იქ, კითხვები, კი, აუცილებლად შეადაროს, მაგალითად, თუ ადრეს სხვაგან რამე აქვს, თუ თავის თავზეა გამოცდილი, თუ მოსმენილი და რეალურად ნახოს რა არის ეს თავის თავზეც გამოსცადოს მათ შორის, იმიტომ რომ როდესაც დემო სესია ტარდება, იქ შესაძლებელია, რომ დამსწრე საზოგადოებიდან გამოდის ერთი და უბრალოდ გამოაქვს თემა და თვითონ მუშაობს თავის თავზე და ეს შესაძლებლობა პრაქტიკის საშუალება აქვს, რომ თავის თავზევე გააკეთოს ამის გამოცდილება მიიღოს იქვე. და ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ მაისშია ხოლმე ყოველწლიურად შაშან ქონდა საერთაშორისო კონფერენცია, ყავდა მოწვეული სტუმრები, რეგიონალური დირექტორი იყო ჩამოსული ICF-ის. წელს რა თქმა უნდა ისე იქნება ეს ღონისძიება და კონფერენციით დასრულდება და საომავლოდ უკვე იქნება ეს ფესტივალი, რომელიც ფესტივალის სახე აქვს და იქ უკვე იქნებიან წარმოდგენილი სკოლები, კი ასევე კოუჩები. შემოგიერთდეთ და და რაც უფრო მეტი პროფესიონალი გვეყოლება, ძალიან მზარდია, იმიტომ რომ ჩეპტერი გაიზარდა ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით 55%-იანი ზრდა. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ინტერესია და ჩვენსგანაც მეტი აქტივობა არის, მით უფრო მეტი ასე ვთქვათ, ახალბედა კოუჩი შემოდის და ადგება ნამდვილად პროფესიონალურ გზას, იმიტომ რომ სტანდარტი არის ICF და ICF-ს აქვს ერთ-ერთი განმარტებაში, კოუჩინგის განმარტებაში, რა არის კოუჩინგი? ჩამატა სიტყვა კოუჩინგით კი არის წყება. პროფესიონალური კოუჩინგი არის გაცნობიერებული და პარტნიორული საუბარი კლიენტსა და კოუჩს შორის კითხვების დასმით, რომელსაც მიყავს ცნობიერებამდე, რესურსების აღმოჩენა და პიროვნულ განვითარებამდე. ეს სიტყვა ჩამატა თვითონ, იმიტომ რომ ეს როგორც წესი მარტო საქართველოში არ ხდება და სხვა ქვეყნებშიც არის ეს, რომ მაგალითად რა არის კოუჩინგი, როგორია, ვინ არის კოუჩი, ვინ არის პროფესიონალური კოუჩი და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ისეთია საკმაოდ მრავალ პროფილურა, ასე ვთქვათ, რთული გზა არ არის, თუმცა თუ პროფესიონალიზმისკენ მიდიხარ, ეს აუცილებელი გზა, გასავლელი გზა არის და აი დაახლოებით აკრედიტაცია რომ მიიღო, ეს აკრედიტაცია ჯამში სადღაც სწავლის პროცესი, თავის მენტორინგებიან, დასრულებიან, სადღაც წელიწად ნახევარი. კი, ეგრე გამოდის. 2 წელი რომ ძალიან დააგროვო 7-ად. კი, 7-ად რომ დააგროვო პრაქტიკული საათები, ხო? დაახლოებით აი სადღაც 3 წელი ჭირდება მინიმუმ. გაჩნია ხარ რა სფეროში ხარ, რა მიმართულებით სადატარებ, რა რაოდენობით სესიებს ატარებ, თუ შენს პროფესიასთან ერთად ხარ ცალკე და მაგალითად მეორე პროფესია შენთვის, შეიძლება ესე რაღაცა ყოველდღურად ვერ ჩაატარო, ან შეიძლება ჩაატარო, მაგრამ 1-2 სესია, მაგრამ როდესაც მხოლოდ ამ მიმართულებაში მუშაობ, საათების დაგროვება ისეთია შესაძლებელია მოკლედ რა. ძალიან დიდი ხანიც არ ჭირდება ამას, მაგრამ პრაქტიკა არის ყველაზე მთავარი. და ყველაზე მნიშვნელოვანი. უღრმესი მადლობა სოფიკო მობრძანებისთვის და მე მგონი გავეცით პასუხი იმ კითხვას, რაც თავიდან დავსვი და რაც ხო მაწუხებდა და დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ძალიან გამიხარდა. მე ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. მადლობა. წარმატებები. ასე